მთელი ჩვენი განვითარების გზა, ტრანსფორმაციის გზა ის არის, რომ საბოლოო ჯამში მივიდეთ თვითობამდე, იუნგის ენაზე რო ვთქვათ, ანუ ინდივიდუაციამდე. ჩვენი თუ ქალი ვართ, ჩვენი შინაგანი ანიმუსი შევხვდეთ, ვინტეგრირდეთ, ხოლო თუ მამაკაცია, თავის ანიმას შეხვდეს. ნახეთ, არ არსებობს ანუ ბოდიში კაცი შეხვდეს ქალურ ენერგიას და თავის ქალი საკუთარ შეხვდეს თავში. საკუთარ კაცის ენერგიას. ხო, ამის გარეშე ვერ მიდიხარ განვითარებამდე, უბრალოდ ვერ მიდიხარ. აი, თითქოს გამთლიანებამდე, ხო, თვითკმარობამდე ვერ კი, ეს არის თვითობა ეს არის გამთლიანება. მთელი მიზანი ჩვენი აქ მოსვლის, ჩვენი სულის ევოლუციის, ჩვენი ცნობიერების და პიროვნული განვითარების ის არის ზუსტად რომ ჩვენი ანიმა და ჩვენი ანიმუსი ინტეგრირდეს. ფროიდთან არის ეროსი და თანატოსი, ხო? სიცოცხლე, ეროსი, სიყვარული და სიკვდილი განადგურება თანატოსი. ესეც არის დაახლოებით იგივე, რომ აი ბალანსში უნდა იყოს სიცოცხლის და სიყვარულის ენერგია, მაგრამ თუ ის ჭარბია, უკვე გადადის უკვე ძალიან იმ დამაზიანებელ სინაზეში გადადის, მაგრამ თუ დამანგრეველი თანატოსი ძალიან ჭარბობს, პირიქით უკვე დესტრუქციაში გადადის. აი ეს ბალანსები, პოლარობების ბალანსები არის ძალიან მნიშვნელოვანი. საბოლოო ჯამში ჩვენ მივდივართ მაინც ანუ ეს გამთლიანების მიზანი არის ანდროგინია. ანუ როდესაც ანიმუსი მთლიანდება და როგორც მოვედით, ჩვენი სულის მდგომარეობა არის ანდროგინიური, ყველა უზენაესი ღმერთი შემოქმედი არის ანდროგინიური, მე ხდება ამის დიფერენციაცია. ჩვენც გავდივართ ზუსტად ანალოგიურად ამ გზას. მაგრამ ამაში ვინ გვეხმარება? ქალს ეხმარება მამაკაცი, მამაკაცს ეხმარება ქალი. აი არ არსებობს გამორეცხულია და განვითარების ძალიან დიდ ეტაპზე ხსნა მოდის საპირისპირო სქესისაგან. ახლა დააკვირდით, როგორ არის არქეტიპულად დაალაგებული მინოტავროსი, ანუ აი ეს დაამარცხოს ურჩხული მას თესებს ჭირდება აუცილებლად არიადნეს გორგალი, ხო? აუცილებლად ჭირდება მედიას ძალა, რომ დაამარცხოს იასონმა ხარები, ასევე ურჩხულები, ხო? მაგრამ მეორეს მხრივ ანიმას ჭირდება იმ გმირების ხსნა, რომ ისინი გამოვიდნენ მამის წიაღიდან, ხო? არიადნე თხოვს რომ ცოლად მომიყვანო, რომ გაიყვანოს, მე იქ დიონისესთან რჩება, მაგრამ უნდა გაიყვანოს მამის სამეფოდან. ასევე მედია უნდა გაიყვანონ მამის სამეფოდან, ხო? ამიტომ ეს ხსნა არის ორმხრივი.